მშობლები წერენ საშინაო დავალებებს შვილების ნაცვლად. პირველივე კლასიდან არის მნიშვნელოვანი, რომ ყველაფერი მე კი არ გავაკეთო, მასთან ერთად გავაკეთო და ეს კიდე სხვადასხვა რამეებია. ბევრი მშობელი ბავშვის მაგივრად აკეთებს, იმიტომ რომ ეს იყოს მართლა იდეალური და შენიშვნა ამაზე ბავშვმა არ მიიღოს, თორემ მე ისევ ბავშვი დაითრგუნება. მაგრამ აი დამოუკიდებლობის განცდა, რომ ბავშვს შეუძლია თავის სამეცადინოზე თვითონ აიღოს პასუხი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეცადინეობა ჩვევა, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს, უნდა ისწავლო ეს როგორ გააკეთო, ხო? უნდა ისწავლო როგორ სწავლობ უკეთესად და თუ ამის შესაძლებლობა არ მოგეცემა, მაშინ ამას ვერასდროს ისწავლი. უბრალოდ ბალანსი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩართულობა მშობლის ჩვენ გვჭირდება, მაგრამ კიდევ ერთხელ თუ ყველაფერს მშობელი აკეთებს, ხო, ბავშვს ამის სურვილი, რომ თვითონ გააკეთოს, მართლა აღარ უჩნდება და არც პასუხისმგებლობას ამაზე არ იღებს და მოტივაციაც ამას ერთ-ერთ იკარგება. უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველთვის სივრცე უნდა დავტოვოთ, სადაც ბავშვი რაღაცებს დამოუკიდებლად გააკეთებს და მაშინ დამიძახებს, როცა რაღაცა არ გამოსდის.